ჩვენ ქალაქში დილა ყველაზე პოზიტიურად იწყება. ადამიანთა განსხვავებულობების გამო ყველა ინდივიდუალურად ვირჩევთ საუზმეს, მაგრამ ჩვენი დილის აუცილებელი ატრიბუტია ფინჯანი. რა შეავსებს ფინჯანს, ყავა თუ ჩაი, ამას ჩვენ თვითონ ვირჩევთ. ნახოთ როგორია ჩვენ მიერ გამოკითხული მოქალაქეების გემოვნება ამ მხრივ. ყავა რადგან შეიცავს კოფეინს და იზმაყენებს პოზიტიურ ენერგიაზე და მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. დილით ვისურვებ ჩაის დალევას, რადგან ჩემთვის მისაღებია, უფრო არისტოკრატიულია ჩემი აზრით. ზოგჯერ ყავა, ზოგჯერ ჩაი, ორივეს მომხრება. ყავა ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ ენერგიაზე მოვყავარ და დილით ვერ დავლიო, ალბათ გავიცი მთელი დღის ენერგია გამოცდილი მექნება. ყავა. ჩაი. ავეც ამბობენ რომ ყავა არ არის სასარგებლო საერთოდ. იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც დღის განმავლობაში ერთ ფინჯანს ხელს ასმელს არ სვამდეს. არჩევანი არც თუ ისე დიდია. ყავას და ჩაის დიდი ისტორია აქვს და ხშირად იმასაც ამტკიცებენ, რომ მათი საშუალებით ადამიანის ხასიათისა და თავისებურებების განსაზღვრაც კი შეგვიძლია. ყავას ვანიჭებ უკეთესობას, იმიტომ რომ უფრო ხიზლდები. ჩაის და რატო? ყავას, იმიტომ რომ ენერგიით ვივსები. ყავა, იმიტომ რომ ყველაზე კარგი გამოსაფხიზლებელი საშუალებაა ჩემთვის დილით. რა თქმა უნდა ჩაი. ოღონდ მწვანე ჩაი. რათა უწყობს ხელს ხიმის წვაში და აჩქარებს ზედმეტად გულს. სეზონზე ყავა ცივი. ცუდი ამინდი როცა აწვინა, როცა ჩაი. ყავა. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს დილას ვიწყებ ყავის დალევით. ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, რომელთაც სასიამოვნოა დილის დაწყება. ექსპერტთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ყავა სასარგებლოა და ის ჩვენი რაციონის აუცილებელი ინგრედიენტი უნდა იყოს. მეორე ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ საჭიროა მისი მაქსიმალურად შემცირება. თავაზობთ განსხვავებულ მოსაზრებებს, თქვენ კი თავად გადაწყვეტეთ. ყავით გირჩევნიათ დილის დაწყება თუ არანაკლებ არომატული ჩაით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღეში 4 ან მეტი ჭიქა ყავა 20%-ით ამცირებს კანის სიმსივნის ნაირსახეობათა წარმოქმნას. ასევე დამტკიცებულია, რომ ყავა გვეხმარება წონის კლებაში. რაც ამავდროულად ახასიათებს მწვანე ჩაის. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მწვანე ჩაი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სასარგებლოა სისხლძარღვების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. გარდა მათი დადებითი მხარეების, ამედიკოსები უარყოფით მხარეებზეც ამახვილებენ ყურადღებას. ყავა ძლიერი ფსიქოსტიმულატორია, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. ყავის ხშირი მომხმარებელი ჯერ მოზღვავებულ ენერგიას გრძნობს, მერე კი გაღიზიანებასა და მომატებულ აფორიაქებას. გარდა ამისა, ყავის ზომიერება დაკარგულ მოყვარულებს ნერვული უჯრედების გამოფიტვა და თირკმელზე და ჯირკვლების მუშაობას დარღვევაც ემუქრებათ. მწვანე ჩაი კი უხვად შეიცავს კოფეინს და თუ თქვენი ორგანიზმი უარყოფითად რეაგირებს კოფეინზე, მაშინ აუცილებელია მისი დოზის კონტროლი. არჩევანი თქვენზეა თუ რომელ მათგანს მიანიჭებთ უპირატესობას. თავარია თქვენი დღე პოზიტიური და ენერგიული იყოს.